გუშინ პედაგოგის ეროვნულ ჯილდოზე ოზურგეთიდან 13 პედაგოგი წარადგინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ღონისძიება ოზურგეთის დრამატულ თეატრში შედგა, სადაც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი ოზურგეთელ პედაგოგებს შეხვდა. ეროვნულ ჯილდოზე წარდგენილი 13 პედაგოგის გარდა ამავე შეხვედრაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 5 ღვაწლმოსილი პედაგოგი დააჯილდოვა. ხუთივე პედაგოგს განათლების მინისტრის გივი მიქანაძისგან მომავალი თაობის აღზრდისა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა. შეხვედრა მუსიკალურად ანსამბლებმა რეხეულმა, შემოქმედმა და გურიამ გააფორმეს. დღეს ვიმყოფებით საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულად ლამაზ ქალაქში ოზურგეთში და მქონდა პატივი დაგვეჯილდოვებინა, მადლობა გვეთქვა მასწავლებლებისთვის, რომლებსაც უდიდესი წვლილი შეაქვს ჩვენი მომავალი თაობის აღზრდა განათლებაში. დღეს ამ ულამაზეს ქალაქში მადლობა ვუთხარით მასწავლებლებს, რომლებიც ბევრი წელია ემსახურებიან მომავალი თაობის აღზრდას. განსაკუთრებული პროფესიაა ზოგადად მასწავლებლობა და დღეს ყველა ერთად აქ მოსწავლეები ჩვენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ჰქონდა შესაძლებლობა გამორჩეული მასწავლებლებისთვის, ვინც ხანგრძლივად ემსახურება სასწავლო პროცესს, აღზრდა განათლებას ჩვენს ქვეყანაში, კიდევ ერთხელ გვეთქვა მადლობა. დღეს ოზურგეთის დრამატულ თეატრში გაიმართა შესანიშნავი საღამო, სადაც ოზურგეთის მერიამ დააჯილდოვა 5 ღვაწლმოსილი პედაგოგი და ასევე სასკოლო საზოგადოების მიერ წარდგენილი მასწავლებლების ეროვნულ პრემიაზე 13 მასწავლებელი. მე მინდა მადლობა გადაუხადო განათლების და მეცნიერების სამინისტროს ოზურგეთის ესეთი ძლიერი მხარდაჭერისთვის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის. ყოველთვის პრიორიტეტია განათლება და ყოველთვის ამ კუთხით სხვადასხვა ტიპის პროგრამები დაემატება მუნიციპალიტეტს. როდესაც ვფიქრობ რა დამსახურებით მივიღე ამ ხელა პატივი, ვფიქრობ რომ თავარი სიტყვა არის ის რომ მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია. ეს არის მნიშვნელოვანი ჩაიხედო ყველა ბავშვის თვალებში და იქ აღმოაჩინო დიდი ადამიანი. მე ბედნიერი ვარ რომ დღეს ვიდექი სცენაზე იმდენ არაჩვეულებრივ მასწავლებელთან ერთად და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ჩემს მშობლებს, ჩემს პატარებს ამ დიდი სიყვარულისა და დაბაძრებისათვის.